ხომ არ გეცნობათ მეგობრებო ეს ბოთლი გეცნობათ რა ბერს გეცნობათ ალბათ და ბერს კიდე იქიდან გეცნობათ რომ მართალია ეს ვიდეო ეხლა ამ წამს იწერება და შეიძლება გვიან ნახულობთ მაგრამ ამ ბარში არაჩვეულებრივი ივენთის კონცეპტუალური ივენთის ფინალი შედგა სულ ცოტა ხნის წინ ამ მომენტიდან სულ ცოტა ხნის წინ და ერთ-ერთი მონაწილე იყო ეს ეხლა გამმართოთ რა ხდება და რატომ ვაკეთებთ ამ Glenfarclas 105-ის ამ ხაზის განხილვას დღეს ეს არის ადგილი სადაც დაუვიწყარი ვისკები ისინჯება ეს არის ვისკის კლუბის ბარი ლევან ჭედია დავით ველიჯანა გამარჯობა და როგორც ველჯერამ თქვა ცოტა ხნის წინ მქონდა ბრმა დეგუსტაცია Speyside ვისკების შეჯიბრი ჩემპიონატი სადაც ჯერ ხმა მივეცით მე 6 ვისკი და გამოვავლინეთ 3 კი და მე 3-ში სამეულში გავიდა Glenfarclas-ი და Glenfarclas-დან მონაწილეობდა ამ სამეულში ბრმა დეგუსტაციაში ფინალში აი ეს Glenfarclas 105 რომელიც არის მსოფლიოში პირველი კასრის სიძლიერის ვისკი, რომელიც გამოშვებულა Glenfarclas 105, 60 გრამს. მაგავიდე, ეგ არ ვიცოდი. პირველი მეგობრეთ, ამ ადამიანს ბევრ ამას გაიგებ საინტერესო. ეგ არ ვიცოდი. პირველი კასრის სიძლიერის ვისკი, რომელიც სოფლიოში გამოვიდა, იყო Glenfarclas 105. კი ბატონო. ხო, ოღონდ ეხლა ეს ის სხვა ბოთლია, ის კი არ გეგონოთ, კაცო. ის თქვენ გონიათ რომ 20 კაციანი ვენძი ამდენი დავლიეთ. სხვა ბოთლია, სხვა ის დაილია იქ. ის დაილია. ხო, განსხვავება რა არის ახლა? ის ბოთლი იყო 2025 წელს გამოშვებული Glenfarclas 105 და ეს რომელიც ჩვენთან ბარში ისინჯება, ხო? კი ბატონო. არის 2008 წლის ბოთლი. ანუ დიდი ალბათობით შიგნით საერთოდ 90-იანების სპირტების იქნება ჩასხმული. ანუ რამდენი წელი გამოდის სხვაობა? 17 წლის, ანუ ხო, ანუ რაც ბრმა დეგუსტაციაზე შეჯიბრში ფინალში გქონდა ის იყო იმასა და ამ ბოთლს შორის არის 15 წელის ხვაობა, ანუ 15 წლის ხვაობით ჩაისხა ბოთლი. 17 წლის ხვაობა, ხო, ბოთლებში ჩაისხა 17 წლის ხვაობით. მოკლედ და სულ მთლიანად მთელი ეს ჩვენი 105 Glenfarclas-ი არის შერის კასრი, Olorosoa თუ Pedro Jimenez-ი არ არის ცნობილი, თუმცა შერია 60 გრადუსია და მეტი არც არა. მეტი რა უნდა იყოს ხო, უბრალოდ ძალიან ძველი ბოთლია რა და ძალიან საინტერესო ახლა როგორ იქნება. ახლა იქ რაც შეეხება იმ ფინალს არ მახსოვს მგონი მეორე ადგილზე გავიდა, ყოველ შემთხვევაში ვერ მოვიდა ხო. და იქ მე ზუსტად განწყობა არც ისე დიდი ხნის წინ იყო, ეგ ამბავი და ზუსტად მახსოვს განწყობა რომ გრძნობდი რომ კარგი უნდა ყოფილიყო და ის რაც უნდა ყოფილიყო, გაფუჭებული იყო სპირტით. სპირტი იყო ამოვარდნილი ბალანსიდან წვავდა ცხვირსაც, გემოსაც. და აქედან გამომდინარე აი არა და უკან რაც იყო ის კარგი უნდა ყოფილიყო იდეაში რა. ფაქტობრივად თაობების ომი გამოგდის ახლა. ოღონდ ისე ზეპირი ხო. ხო და ეხლა გავსინჯავთ ამას და ნახავთ ეს ძველი ბოთლი როგორი იყო და თქვენც გირჩევთ რომ მithumetes ვინც იმ ივენტზე იყავით და არც თუ ისე დიდი ხნის წინ იყო და თქვენს რეცეპტორებს ჯერ კიდევ მახსოვრობა აქვს იმის რაც გასინჯეთ შეგიძლიათ შეადაროთ ძველი ბოთლი როგორია და მე ეძებოთ აუქციონებზე თუ კარგი იქნება. აბა ნახოთ 2008 წლის ბოთლი Glenfarclas 105. წავიდა. აი რა ხდება სხვაობა, ანუ თამბაქოა მაგრად რა, თამბაქო ტყავი. ტყავი და თამბაქოა სიგარა, აი სუფთა სიგარა და ტყავია. აი როგორ წვავდა ის სპირტი ცხვირს და ეს საერთოდ აი შენთან გაცილებით უკეთეს იქნება, ჩემთან მენთოლია ბევრი, მაგრამ ჩემთანაც კი კარგია, ნახე. სულ სხვანაირია შენთან. ხო, ჩემთან კიდევ უფრო ტკბილია რა. ჩემთან კიდევ უფრო ტკბილია, აქ როგორც ყოველთვის ამათ შორის სხვაობა, ასეთ ვისკიზე, ასე გამოიხატება ხოლმე, ახლა რასაც ვამბობ, იქ მეტი სიტყვა, აქ მეტი მენთოლი. იმ ხელა სხვაობა ხალხო იმ 2025 ბოთლსა და 2008 წლის ბოთლს შორის, აი წარმოუდგენელი ის იყო მართლა ცარიელი სპირტი და დამსახურებულად გავიდა ბრმა დეგუსტაციაზე. ბოლო ადგილზე და არ ვიცი, ეს რო ყოფილიყო იმ სამეულში კაცმარი შეიძლება გასულა მაკალანთან და აბუნას აჯობდა და 100%-იანი, მაგრამ მაკალანთან არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სხვა ვისკია რა. საერთოდ სხვა რამე, შერი მაგრა ეთყობა, ტყავი მაგრა ეთყობა, სიგარა მაგრა ეთყობა. აი ეს ტყავი სიგარა თუ თამბაქოს ეძახი სიგარა რო ეთყობა. აი ეს რო არის შეფუთული იმ ხელესის არომატებში, აი იძლევა ძალიან კარგ მას რა ქვია. მე თუ მკითხავ, კიდევ უფრო ნაკლებად მოსაწყენს ვიდრე ჩვეულებრივი მარტო ჩამტკბარი შერი ბომბები ვახობ რა. არ წარმოიდგინე ხო არის ეგეთი კამპოტი ჩამტკბარი, რომელსაც ეს არ აქვს თამბაქოს სუნი და არ აქვს აი ტყავის სუნი. ხო. ეს უფრო საინტერესოა ჩემთვის. ის უფრო ბორინგ არის, მოსაწყენია ის. ის არის ერთფეროვანი, ეს არის. ხო, მოსაწყენია, ერთ კლუბზე მეტი აღარ გქონდა. ხო, ეს არის კომპლექსური ბუკეტი. კომპლექსური ბუკეტი. როგორც ვამბობთ ხოლმე, მაგარი ტერმინები გვაქვს საერთოდ. არა, მართლა ძალიან მაღალი კლასია ეს.
წარმოუდგენელია რომ წარმოუდგენელია ამის მერე გააკეთეს. ეხლა წარმოიდგინე ის 25-იანიც რო გვერდზე გქონოდა და ესე გვერდიგოდ შეგვედარებინა ერთმანეთისთვის რა ფურთხებას დავიწყებთ. ჭერაც არ მიქნია. ჭერაც არ მიქნია. კაი, გემოზეც ვნახოთ ალბათ. აბა ვნახოთ. გემოზე მე მგონია რომ კიდევ უფრო მეტი ის იქნება სხვაობა. იგივე სიტყვი გემოზეც. After taste-ი არის შერი რა. სპირტი არ არის შერი. სპირტი არ წვავს. ზეთონობა შეიძლება ძალიან მაღალი არ აქვს, მაგრამ გემოების ინტენსივობა აქვს მაღალი. და რამ სიგრძე after taste-ი აქვს? ხო. ის აქვს ზერდა mouth watering-ი აქვს. კი. სიმშრალე არ აქვს, მაგრამ mouth watering-ია. აი ეს ეხლა აქ რაც ხდება. ეს კარგი ვისკი. რაც ეხლა შენ ჩამოთვალე, არაფერი არ იყო იმაში. საერთოდ არაფერი. უბრალოდ სპირტი იყო რა. ხო, თან გარდა იმისა, რომ სპირტი იყო ამოვარდნილი გემოზე და პირიქით წავდა სპირტი, ამის გარდა სპირტის უკან გემოებიც ბევრად ხელი და ბევრად აი გაფანტული იყო. წყალ-წყალა გემოები. water იყო რა, წყალ-წყალა ხო, წყალ-წყალა ხო, რაღაც ინგლისურად გადავთარგმნე, აღარ გავიგე. სულ რაღაცა თხელი ის იყო, თხელი ვისკი, რომელსაც თავზე სპირტი ადევს. ეს არის ჩვეულებრივი, შეკრული, ნორმალური, კარგი ბალანსის ვისკი, რაც ამართლებს თავის ამბავს და ისტორიას, არაფერი. კი ბატონო. შერია რა, ხერესია და ყველაფერს გაძლევს, რაც უნდა მოგცეს. იმასაც კი გაძლევს, რომ კასრის სიძლიერეზე სპირტი ამოვარდნილი არ არის. უასაკობის მიუხედავად, ну ალბათ აქ თავის დროზე უფრო მეტი ასაკიანი ჩაასხეს. და პირველი კლუბის მერე ხვირზე უფრო მეტი სიგარა და წყავი წამოვიდა კიდე რა. კი, კაია, ძალიან კაია. ძალიან კაი რამე. რა 2008 წლის ბოთლია ხალხო, არ ამგონია რომ ბევრი იყოს დარჩენილი, მაგ პერიოდის გამოშვებული ბოთლები, ну აუქციონებზე თუ იყიდით მართლა და სანამ აუქციონზე იყიდით კიდე აგ გასინჯეთ აქ არის რა. ეგ არის და ეგ ძალიან კარგი ვისკია. გამოიწერეთ არხი, გაწევრიანეთ Facebook ჯგუფში ვისკის პოპულართა კლუბი. კაია.